სალამი ხალხო, უყურებთ ყუბების პოდკასტის მესამე სერიას, სადაც ტრადიციულად მე და გარე შევაჯამებთ ამ კვირის განმავლობაში მოხდარ პოლიტიკურ ამბებს, საკმაოდ საინტერესო კვირა აღმოჩნდა ესეც, უფრო ისეთი მძიმეც მათ შორის და შეიძლება ბევრი გინება მოგვიწიოს ამ კვირაში, რომ ბევრი საგინებელი ადამიანი დაგვიგროვდა ამ კვირის განმავლობაში. რეკორდული. ხო, რა ვიცი, ყველაზე დიდი პოდკასტი გამოვა ეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სალაპარაკო დაგვიგროვდა, ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა. ცუდით, ცოტა კარგით, მაგრამ ძირითადად ცუდი ამბებია. დავიწყოთ. ხო, პირველი ამბავი დავიწყოთ, მაშინ ახლა რო ვიწყებთ ჩაწერას, რამდენიმე წუთის წინ სუსის ბრიფინგი გაიმართა, სადაც რაღაცა იმ შემოტანილ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე დამატებითი დეტალები გააცნეს საზოგადოებას და თქვეს, რომ ეს უკრაინიდან იქაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის SBU-ს გამოატანა ერთ სიტყვით ამ ხალხს და საქართველოს გავლით უნდა აღმოჩენილიყო რუსეთშიო. ეგ ასაფეთქებელი ნივთიერება, თუმცა ამას ამბობენ ისორი დაჭერილი უკრაინელიო, მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხავთო იმას, რომ ეს ამბავი უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის ამბავს. ანუ ხაბეიშვილი ვითომ რაღაცა გეგმავს ტერაქტს. ეგ რაღაცა ეგ არ თქვეს პირდაპირ, მაგრამ ჩააწვეთ ეს. ხო, ვერ ვიტყვით, რომ ჯერა ინფორმაცია გვაქვს ჩვენაო და. ხო, გამოძიება მიმდინარეობს. ხო, და გუშინ დაიჭირეს ხაბეიშვილი. მოსალოდნელად მიაყოლდეს. კი, ეგ ცხადი მოსალოდნელი იყო. ხაბეიშვილი ხოძია, როგორც ვიცით. პირიქით რაღაცა არ შეშინდა ამ ამბავს და ზოგადად ის მოლოდინი, რასაც ვაკვირდებთ სოციალურ ქსელებში, რაც გაზრდილია მოთხთან მიმართებაში, უფრო რაღაცნაირად მოხდილია ხალხიც, მათ შორის სოციალურ ქსელებში ვიდეოები, რაღაც TikTok-ზე ბლომად არის რაღაცა 4. ეგ ამბავია, ერთადერთი მაგრამ არ მომწონს წინა პოდკასტში შენ აღნიშნე ბურჭულად ის განცხადება, რომ რაც 4-ში ვიწყებთ 4-შივე ვამთავრებთ. ანუ ისეთი განცხადება უნდა შევიქნოთ ერთ სიტყვით ჩვენ ხალხმა რაღაცნაირად, რომ აი 4-ში 12-ს როგორც კი გადაცდებოდა, აი 5 ოქტომბერი დადგება და კობახიძეს თუ არ ექნება განცხადება დაწერილი წასვლას და ბიძინა თეთრი დროშით არ გამოვა, всё დავიღუპეთ. არა, პირიქით, ბუნებრივი თარიღია 4, რაღაცა დედლაინია და მაგ დღეს უნდა ვიყო ძალიან ბევრი, როგორც ხვალც არის აქცია, რაღაცა წინა მე ხვალინდელ აქციას ვუყურებ, როგორც რაღაცა მოსამზადებელ ამბავს ნელ-ნელა რო გახურდე 4-ისთვის და შემდგომ პერიოდისთვის. ხო, ერთ დღეზე რაღაცნაირად არ უნდა ჩავიციკლოთ, რომ აი 4-ში თუ არა, всё მოვკვდით. ხო, პირველ რიგში ხაბეიშვილს რაც გამოუვიდა და რატომაც დაიჭირეს, დიდი პირველად პოლიტიკოსმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქოცებს შეუქმნა დისკომფორტი აშკარად. ამ 4-ის გამოჩნდა, რომ ქოცები ესე ამ 4-ს როგორც აგდებულად არ უყურებენ და საფრთხეს ხედავენ და ეს გამოჩნდა ამ ამბით. ეხლა რა გუშინ მუხტი კიდე გაიზარდა ჩემი აზრით, ხაბეიშვილი დაიჭირეს თუ არა, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჯერჯერობით. თავარი ესტაფეტა, რომ ვინც გარეთ პოლიტიკოსებიდან და აქტივისტებიდან ეს ესტაფეტა გადმოიტანოს საკუთარ ხელში და გააგრძელოს ეგრე გზა და ეხლა ეს ამბავი 4-ში ვიწყებთ 4-ში ვამთავრებთ. ეს არ მომწონდა, მაგრამ ცალკე არის ის, რომ ხო ეხლა თავარი ვინც გარეთ არის, გააგრძელოს აი ხვალინდელი აქცია და ის დაიწყოს, რომ აი როცა რაღაც სპორტში ემზადები, პიკი უნდა იყოს 4 ოქტომბერი. ანუ აქამდე პატარა მოთელოებით რაღაც ტემპი უნდა გავზარდოთ. რაღაც უნდა იყოს პროტესტი, ანუ ხალხი უნდა გზავნოს ძალას რა. გუშინ პირველად დიდი ხანია ვიძახთ 4 ოქტომბერი მოდის, მაგრამ რაღაცა ისი არ იყო რა, მუხტი არ იყო და აი ხაბეიშვილის დაკავების მერე გუშინ სოციალებში პირველად გამოჩნდა მუხტი. მათ შორის არაპოლიტიკით დაინტერესებული ხალხისთვის და ეს მუხტი პიკი უნდა იყოს 4 ოქტომბერს, მაგრამ იმას გათვლით კი 4-ში ვამთავრდება. არ შეიძლება გაგრძელდეს 1-2 დღე, 1 კვირა, მაგრამ ეს პროცესი გარდაუვალი იყოს რა. ანუ შეიძლება ძლივს რაღაცა იმედი მოგვეცა, რომ შეიძლება ანუ ამ ამიდან ნაღდად შეიძლება რაღაცა გამოვიდეს რა. კი, ხაბეიშვილის ეს ზოგადად ბოლო პერიოდში მაგის მოღვაწეობა რაღაცნაირად ძალიან დასაფასებელია. ასევე დასაფასებელია ნაციონალური მოძრაობის ზოგადად ქცევა და გუშინდელი განცხადებები ხაბეიშვილის დაჭერის შემდეგ, როდესაც რაღაცა ვითომ ქრთამის წინასწარ რაღაცა მიცემაზე დაიჭირეს ხაბეიშვილი $200,000 მოსთავაზობდა გედედეს თანამშრომლებს, რომლებიც ხალხს არცებდნენ უკანონოდ. აი ეგ არის მოგრთამოა და ის ამბავი გამახსენდა სხვათა შორის 2012 წელს თბილისში არ ვიცი, მაგრამ რეგიონებში იყო
ხალხს აურიგეს რა სპეციალური ბლანკები, ფურსლები და ჩაწერეთო თქვენი ოცნება 1000 ლარის ფარგლებშია. და ხალხი სერიოზულად ჭობდა რა, მაცივარი ჩავწერო გასქურა, კონდიციონერი და რა წარეცხი მანქანა და მთელი სამეზობლოს ის ქონდა. ეგ არ იყო მოსყიდვა. მამუკა ბახტაძემ რო სესხები ჩამოუწერა თუ გახსოვს ეგ ამბავი. 600-ს კაცი. წინა საარჩევნოდ კი. ეგ სამეზურაბიშვილის პრეზიდენტობის მეორე ტური იყო. ეგ არ იყო მოსყიდვა და ხაბიშვილი როცა ეუბნება GDD სამშობლოს ხალხი ძულებში არ დალეწოთო და უკანონო დავალებები არ შეასრულოთ. ეგ არის მოსყიდვა. და თინა ბოკუჩაუმ გააკეთა იგივე განცხადება ანიწლიდემაც გააკეთა მაგაზე უპასუხის რომ რაღაცა დანაშაული ისჯება და არა პერფორმანსებიო და ბოკუჩაუმ რახან პარტიის თავმჯდომარეა გაასერიოზულა ეგ ამბავი და სწორად იქცევიან და ოპოზიციამ რაც უნდა გააკეთოს დანარჩენმა მათ შორის არის ის რომ ხო ამ ამბავში უნდა შეუერთეს ნაციონალურ მოძრაობას იმიტომ რომ ხაბიშვილი მაგის წარმომადგენელი იყო ეხლა მინდა თქვა რომ დიდი ხანია ოპოზიციაში ხალხი ამჩნევდა რომ ოპოზიციის ნაწილს შურდა ამ 4 ოქტომბრის მაგრამ ეხლა ისეთი შანსი გაჩნდა რომ რაღაცა ეხლა გავერთიანდეთ ყველამ დავიკიდოთ მართლა წყენები ეხლაც თუ დაიწყო ისე ეგოების თამაში ის დაგვავიწყა მოსახლეობასაც რომ ის არის ორი გამონგლეჯავი გამოვშვეს ციხიდან და ეგ ამბავი ეს ამბავი დაგვავიწყდა ხო შეიძლება ლილო დამთავრდა ძალიან დაზიანდნენ ამ გამოსვლის მერე ციხიდან. წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ ცოტა. არ ვიცი კაცმა არის რა იქნება, მაგრამ ხო ან ლილო ძალიან დაზიანდა და ამის იგით უკან როგორ დაბრუნდებიან პოლიტიკაში არ ვიცი. არჩევ ისეთი პროცესები ხდება, ევროკავშირი მოგიწოდეს არჩევნებზე არ გახვიდე და შენ მაინც გადიხარ არჩევნებზე, ახლა ოპოზიციის ყველა ლიდერი ახლა ხაბე მიამატეს და გუშინ პარალელურად ხაბეს დაჭერთან ერთად ის ქონდათ რაღაცა პარტიული საარჩევნო შეხვედრები ქონდათ. მინდა სასაცილოა რომ მე ვარაუდობ რომ 4%-ს ვერ დაამოგვალებენ თბილისში. თუ ქოცება რამით არ წაეშველეს. ნახოთ იმედია იქამდე არ მევა საქმე რომ. ხო ეს სიტყვით სამარცხვინოდ იქცევა ცხადია ლელო. ასე მაგათ ქართველი ხალხი წესიერო ჩატარდება. ჩემზე. დასვაუთხოს. პასუხს გასცემს. ხო ეგ ამბავია. ხო რაც შეეხება ხო ოპოზიცია ეგოების რაღაც დატოლებას არ უნდა გადააყოლონ ამ ქვეყნის ბედი, თორემ ნეპალში რაც ხდება, ჯერ ქართულ ოცნებას დაემართება ეგ. და მე ესენს მაგის ღირსები იქნებიან, იმიტომ რომ ამ პერიოდში წოდესაც ერთი ორ ჩემსავზე ვიღებ. მართლა. და ხო ვიცი, შეიძლება იყოს ეგეთი ორი. აზრი დამეკარგა. არ გვაქვს იმდენი სასაცილო. აი ნეპალის ამბავზე იყო. ხო, მაგას ვამბობ, რომ რაღაცა პირველად შეიქმნა ამ 12 წლის განმავლობაში ესეთი შესაძლებლობა მართლა ამ რუსების მოშორების და ეხლაც აი ამ ვითარებაში თუ დაიწყო ის რაღაცა აი მოდი ხვალ გამოჩნდება ეგ აი ხვალ დავასაპორტოთ რომ თუ რაღაცა მოვიგეთ ან თუ ხო რაღაცა ამ ამბავმა გაიმარჯვა ნაცებს არ მიეწრო და ხაბიშვილი არ აღმოჩნდეს გმირად აი ეს სისულელები თუ დაიყო დავაყენოთ და პროსტა სრულ აღარ არის მათ დედის რაგები ვისროლოთ მაგაც მიმართულებით ეგ სამაცვინო ამბავი. აი გამოჩნდება ხვალ რა. ნუ ეხლა ჩერგოზ და იმას არ ვთვლი რა, სხვა ადეკვატურ ხალხზე თორ ჩერგოზ გასაგებია. კი, ხო და ნუ ეს ვითარება, რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ამას ნუ ყოველთვის ვამბობთ, რთულად აქვს საქმე, ყოველდღიურად ნუ რაღაცა რთულდება ცხადი, იმიტომ რომ შესაძ მათ შორის შენი ყოფილი თანამებრძოლების დაჭერა გიწევს. ჯუანშერ ბურჯულაძე დაიჭირეს. მათ შორის რაღაცა სისულელე ბრალდებითაც, რაღაცა მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი შეისყიდა უფრო ძვირად ვიდრე ეკუთვნოდა გორის რაღაცა სამხედრო ჰოსპიტალისტს. აბა იარაღი არ უყიდიათ. ხო, ეგ შემთხვევა Facebook-ზე ხო როგორი ქვეყანა ვართო თავდაცვის მინისტრი იარაღის ხიდვის გამო კი არ სამედიცინო აპარატურის ხიდვის გამო იჭერდა. და დარწმუნებული ვარ რომ კანონი მე ნამდვილი ამბავი არის. ნამდვილი იქნება ცხადი ახლა, მაგრამ მათ თავი არის რომ ახლა პოლიტიკური შემადგენელია, თორე იქამდეც იცოდნენ რომ ბურჯულაძემ გააკეთა, მაგრამ ნუ ახლა დაიჭირეს, იმიტომ არსებობს იმის ალბათობა რომ მათ შორის ბურჯულაძემ განცხადება გავრცელა რომ ბრძოლას ვაგრძელებოდა არ ვეთანხმები ამ ბრალდებასო და ბრძოლის გაგრძელება რას ნიშნავს? ანუ არის ვარაუდები რომ ყოფილი თანაგუნდელები კოცების რაღაცა ინფორმაციას აწვდიდნენ მათ შორის ხაბეიშვილს. ნუ ყოველ შემთხვევაში ღარიბაშვილს ახია ბოლო შანსი. ღარიბ მომისმინე. მე ჯერ აღარ გეძ.
ეხა გაქვს შანსი, რომ სამში გძელი არ გაიჩნდა საქართველოს ისტორიაში ბოლომდე. ეხა თუ არაფერი არ ქინა ტოკაევის რაღაც არმიბაზე რაღაცაში მეტი შანსი არ გიქნება. ანუ ყველა პონჩი გიჭერე, შენც იცით, ყველა მიცის, უკვე აბსოლუტურად ყველა მიცის. გომელაურზეც რაღაც და გომელაურზე ეგერ ხდება თუ არა არ ვიცით, მაგრამ გომელაურზეც რაღაც პრობლემები აქვს, მაგრამ შენ ყველა პონჩი გამზადებული აქვს ჩემი საქმე. ეხა არის დრო რაღაცები ერთი-ორი კაც ინდულგენცია ეკუთვნის რა კონცეფტში. შეიძლება ჯერ ყიდვა. შეიძლება ჯერ ყიდვა, ხო რა. შეიძლება რაღაცნაირად გამოძვრა. ხო და ეს ერთი თვე გაქვს დრო რა. რაღაცა როქნა. შესაძლებლობები ფაჯარა. შესაძლებლობა აქვს, რომ ნუ მომავალში ყველა შემთხვევაში ვიტყვით ეს ხლია ნახე, მაგრამ აქ შესაძლებლობა ვთქვათ, რომ ხლია, როგორც ედიკა არ დაიჭირეს, მაგრამ ჩვენი ხლია. მაგის შესაძლებლობა აქვს. კი, ხო, ნუ ღარიბაშვილს ეგესმის, ჩვენ გვახსოვს შეშინებული სახე, როდესაც ესროლეს თუ ისროლა, ეგ კიდე გაუკვირველი ამბავია. საერთოდ რა მოხდა, ნუ შეშინებული იყო და ხო ვიცოდით, რომ ღარიბაზე გამზადებულია ყველაფერი და რაღაცა კობახიძე ნელ-ნელა დაუარა მაგის ხალხს და ნახოთ აბა თვითგადარჩენის ინსტინქტის ძლებს თუ ბიზნეს შიში მაინც საბოლოო ჯამში ეგ ამბავია. ხო. გავიგებთ ძალიან მალე მაგას რა. ერთ-ორ პოდკასტში გავიგებთ, მაქსიმუმ 3-ში. 3 პოდკასტში უკვე უნდა გახურებული იყოს ყველაფერი. ნუ მოკლედ რა მელიქიშვილზე რა მოხდა და დავიწყოთ წინა საარჩევნო პერიოდში იქ გაიმართა აქციები მელიქიშვილის გამზერზე. სადაც უბრალოდ აქტივისტები გადიოდნენ ქუჩაში და ისეთ ადგილას გაახსნა ოფისი კალაძე, უბრალოდ რომ მიდიან რუსთაველზე ხოლმე გაივლიან ხან-ახან მაგ ქუჩას და უბრალოდ იქ გაიარეს და იქ შეძახილები იყო, ხალხი გაჩერდა და იქ რაღაც პროტესტის გზნობა მოყვა და მანიდან დაიწყო თორე კალაძემ ალბათ ვერ გათვალა რომ პროტესტი ისა გრძელდება და ალბათ ეგონა რომ მორჩენილი იყო და ესეთ უხერხულ ადგილას გახსნა ოფისი თორე არაფერი არ იქნებოდა. უბრალოდ ვერ მოტვინა ისეთ ადგილას გახსნა ოფისი სადაც აქციის მონაწილეები მარშები დადიან ყოველ დღე და მაგ ადგილის გავლა უწევთ. და იქ უბრალოდ ერთხელ რაღაც არ მოიწონა ის რაღაცები წამოაძახეს კალაძის ბანერები იყო რაღაცები აქციის ხალხი გაიღადაობდა რაღაც კრახია რაღაცი გაახსენდა პიდარასტია რაღაც ეგეთი და მაგას მოყვა დაპირისპირება და ის არის რა ქვია ერთი ჩვეულებრივი დღე იყო აქცია იყო და ის ქალები კაცები გალახეს კოცებმა ბავშვები გოგოები ბიჭები და ამაზე ჯერ გამოვიდა კალაძე ერთ დღეს თქვა რომ არაფერი პრობლემა არ არისო და ესენი ქალები არ არიან და რას ხედავთ ქალებსო და ზოგადად აი მაგის მქონია რომ ამ ქვეყანას რა არ უნახია სამოქალაქო ომი უნახია კომუნიზმი უნახია მაგრამ კომუნისტების დროსაც კი ნუ ახლა 50-იანი წლების მერე ეგეთი რამე არ მოხდა რომ ესე ქალებს ცემდნენ 9 აპრილი ავიღო თუნდაც ანუ რაღაც მოსული პონტი იყო და ქართველები ქალებს აროს არ ეხებოდნენ, არც ბავშვებს. და უცებ გაიჩნდა ესეთი ადგილი პირდაპირ ეთერში სახის დაუფარავად გამოდიან გამოყლებული ტიტუშკები და ხალხს ესე ქალებს ორ ქალს ნახეთ ურტყეს ბავშვებს ურტყეს, ერთი ძირს დააგდეს თავი გაუტეხეს და ესეც სახლახოთ რა. მოკლედ ჩვენი კოცები გავიგეთ რა მორალის არიან კიდევ ერთხელ და მე ყოველთვის პრეტენზია მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ გამოდიოდნენ ხოლმე კოცები და ის მეც იცახდე, რომ აი ჩვენ ნამდვილი პატრიოტები ვართ და აქეთ პიდარასტები არიან. რა ვიცი, სუბოლოო დონის პიდარასტი რო იყო, ეგრე არ მოიქცევიან. ეგ იმდენად არაკაცური საქციელი არის, რომ აი არ ვიცი. ამის მერე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ არანაირი კოცებს არანაირი ის არ რაღაც პროპაგანდა, უბრალოდ ერთი ყავთ პარტაქტივი, მეორე ყავთ ყველაფრის გამправებელი და უწევთ ამ ადამიანებს საკუთარი სამსახურის შენარჩუნების მიზნით ამ ყველაფრის გამправება. თორე რავი ეხა ქალს და ბავშვს ხელს რო ურტყავ ესე ეს რო არ მოსული პონტია და ამის გამო უნდა დაისაჯო და ზოგადად დაჟის გამო რო ადამიანიც ეგეთ რაღაც ცხოვრებაში გაგემყლე ხარ რა ანუ უკან გზა არ გაქვს აი როგორც კაც თუ მოკლავ არ გაქვს პატიება ეგრე როცა ქალს ესე ამოარტყავ გოგოს თან აი მოხუცი კაცი ხარ ამ ხელა კაც შენი შვილის ტოლა ხელს ესე ამოარტყავს სილას всё რა ყლე ხარ რა უკან გზა არ არის ხო უჯიშო ყლეები არიან ჯერ იქიდან დავიწყოთ ხოლმე იმ კაცის დედამოთქმა რომელიც ქალს ურტყავს მე გარბის პოლიციელების კორდონს უკან დასამალად ხო და ეგ კალაძის განცხადება რომ ქალი კაცია მათ ნუ შეიძლება გასაგები იყოს კალაძის მხრიდან ეგ იმიტომ კალაძის წარმოდგენაში ქალი გამოიყურება რაღაცა ცოტა სპორტული აღნაგობის შავგრემანი დაზაგრული ბიჭი არის შეიძლება კალაძისთვის ქალი და მაგით ვერ გაარჩია იმ ფოტოზე. ხო და ნუ სამარცხვინო რამე მოხდა კიდევ ერთხელ ბოლომდე რომ თავგასრულები არიან და ზემოდან აქვთ ეგ რაღაცა
მწვანე ანთებული რომ მიდით ნებისმიერ შემთხვევაში კიდიაო, ეხლა ხო დაიჭირეს მაგათ თავისი ორი ადამიანი მათ შორის ერთ აქტივისტთან ერთად და გირავთ გამოუშვეს სამივე. ჯერ არ გამოუშვა თუ გამოუშვა? გირავთ გამოუშვეს სამივე, მათ შორის ორი თავის ტიტუშკა და ერთი მაგათ აქტივისტი, მაგრამ ხო, ნუ ეგ ამბავია ცხადი არ არის მიზეზი მოიგონეს, რომ ისავ რა ქვია, არის თანამშრომლის აქტივისტებაო, მაგიტომაც სამწუხაროდ მოგვიწე გამოშვებაო და ეგრევე განცხადება გააუცელეს ის გოგო ვისაც ილა გაარწეს, რომ უშინ 4 საათი გამონძიებას ველაპარაკებოდი ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველანაირი ინფორმაცია და ვიდეო კადრები მივაწოდე ამ ამბისო და მოკლედ ეს უტიფრად ყო. ხო, ნუ სამარცხვინოები არიან, რაც თქვით, რომ არ აქვს კარგად საქმე, იმიტომ კოცებსაც მინდა მიმართო, როდესაც რაღაცა ხელისუფლება გეუბნებათ, რომ ყველაფერი კარგად არის, მყარად ვართ ოპოზიციას, დედა აღარ ყავს 60 კი არა 70% ვართო და ელემენტარულ ეგეთ რაღაცაზე, როდესაც ჩაგივლიან რაღაცას მოგძახებენ, რაღაცა რატო იჭრები, როდესაც იცი, რომ ჩემ წინ მდგომი ადამიანი არაფერს არ წარმოადგენს რა, იყვიროს რა, იციან რომ ჩაჯმულები არიან, იციან რომ დანძრეული აქვს, მაგრამ ნუ მეორე ამბავია, რაც მერე გამოჩნდება, აქეთა მხარე მაგას როგორ გამოვიყენებთ. ეგ არის მთავარი თემა. ხო, შემდეგი თემა. კიდე ბარემ გინება რა ხან დავიწყე. გავაგზავნოთ. ო, საკმაოდ ცუდი ფაქტი მოხდა ამერიკაში. ჩარლი კირკი, რაღაცა ტრამპისტი, კონსერვატორი რაღაცა აქტივისტი, რომელიც შეიძლება ესე სახელი გვარი არ იცოდეთ, მაგრამ გეცოდნებათ ვიდეო, როდესაც ვიდეოიდან გეცოდნებათ, რომ ადი იყო ადამიანი, რომელიც მუდმივად რაღაცა უნივერსიტეტების კამპუსებში დადიოდა და სტუდენტებს ედებადებოდა სხვადასხვა თემებზე, რა, იდეოლოგიურ. ყველა თავის სასახში ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ფიგურა იყო სოფლიოში. კი, ნებისმიერ იმაზე და ნუ რაღაცა მოკლეს ერთ-ერთ შეხვედრის დროს იუტას შტატში. ეს რაღაცა სიტყვის გამოდიოდა პასუხი ერთ-ერთ იმას, ხო, ნუ რაღაცა ესროლეს და ნუ შეიძლება ვთქვა, რომ ადგილზეც გარდაიცვალა, იმიტომ ისეთი ნასროლი იყო, მათ გადარჩენის შანსი ნაკლები იყო. ეგ ცხადია, ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ მაგაზე ცუდი იყო ზოგადად მემარცხენე ვოუკ საზოგადოების რეაქცია. გინდ ამერიკაში, ამერიკაში ხო ამერიკაზე ცოტა მოუჩნდა, ჯერ ამერიკაზე ველაპარაკო და მე ჩვენებს შევეყო. რაღაცა აქაც მათ შორის და მე სტატუსი დავწერე არ მესმის რაღაცა როგორ შეიძლება ადამიან ჩარლი კირკი ეს ადამიანი არ იყო რაღაც ხელისუფლების წარმომადგენელი, არც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღები, იყო ადამიანი, რომელსაც ნუ რაღაცა თავისი წარმოდგენა ჰქონდა ამ სამყაროს და მაგაზე საუბრობდა. აღმოჩნდა ხალხი, ეს მიმარცხენე ვოუკ საზოგადოება, რომელმაც ნუ გაამართლა მისი სიკვდილი, რაღაც ადამიანი ჩათვალა სიკვდილის ღირსად იმის გამო, რომ აი ის ხო ესე ფიქრობდა, ის ხო ესე ამბობდა, მე გამოდის ვიდეოები, რომ აი ნახე ქალებზეც ცუდ რაღაცებს ამბობს, აქ აბორტის უფლებას არ გვაძლევს ქალებს, აქ ეს, ნუ ერთი სიტყვით საუბრის და ფიქრის გამო ადამიანი ჩათვალეს სიკვდილის ღირსად. იმ დროს, როდესაც ნუ აქეთ ქართული ეგ მემარცხენე საზოგადოება იმ ბიორი ბომბდამშენის გამზიარებელ ხალხს, ვინც უბრალოდ წერდა, რომ ნახე რა ლამაზია ვიზუალურად და რომელიც შინაარსობრივადაც ირანში მიფრინავდა იმ რაღაცა ტერორიზმის მთავარი სპონსორების დასადუღებლად, აი მათ მორალური პიედესტალიდან უყურებდა ხალხს და როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცაო, როგორ შეიძლება გიხაროთ და ესთეტიურ სიამოვნებას იღებდეთ ბიორიდან და იმავე დროს ამართლებდეს ადამიანის მკვლელობას სიტყვის და ფიქრის გამო. ავადმყოფი ხალხია. თეორალასანია სურათი უნდა დავდგეთ სურათში. ეგ ხო ცალკე ამბავია, მაგრამ აი ეს კონკრეტული ჯგუფი, სულიერად ავადმყოფი ადამიანები არიან. ჩემი აზრით ხა ამ ამბავს ამერიკაშიც მოყვება პასუხი და ეს არის ვოუკიზმის დასასრული და მემარცხენეების ისე გაწეწავენ. ეხლა დაიწყება ისე აი როგორც ჰარვარდს დაფინანსება შეუჩერეს, ეხლა მიყვებიან ესე და მithumetes მე ხა ჩარლი კირკის ფანი არ ვიყავ დიდი ხანია პოპულისტი გახდა. მათ დემაგოგობდა ხოლმე, მაგრამ რავი, ესე მოკლა ესე ადამიანი, რომელიც მომავალი პრეზიდენტი შეიძლება გავხდარიყო. ანუ ესე 31 წლის ასაკში ამერიკაში ძალიან ურთულესი არის, ეგეთ ასაკში თანამედროვე ამერიკაში პოლიტიკურად აქტიური იყო და მაგან მოახერხა 10 წლების განმავლობაში პირველი კონსერვატორი ადამიანი იყო, რომელიც ახალგაზრდობას ელაპარაკებოდა, თორე
რო ნახოთ რესპუბლიკელი სამომრჩევლები არ არიან ახალგაზრდები ზოგადად დემოკრატების სამომრჩევლები არიან და პირველად გაჩნდა ისეთი ადამიანი რომელმაც ახალგაზრდებს აი როგორც გირში იყო თავის დროზე საქართველოს რაღაც ახალგაზრდებს პირველად საქართველოს ისტორიაში ახალგაზრდებს დააწყებინა პოლიტიკას საუბარი ეგრე დააწყებინა მაგრამ კონსერვატორულ ხალხს კონსერვატორული გახრის ფერზით ეხლა რაც შეეხება ამერიკაზე მოვჩეთ და გადმოვიდეთ აქ ჩემ თავზე აქაო როქებზე ხო, მოკლედ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ოპოზიციის რაც არის, რასაც წინა პოდკასტებში ვლაპარაკობთ კიდევაც, არის ჩვენ ოპოზიციასთან გარკვეული პირები, რომელიც თვითონ ოპოზიციურად განწყობილ ხალხსაც არ გვინდა, რომ შემოგვეტენებიან ეს ჩემისები და თვითონ ჩვენ ანუ რეალურად არაფერი საერთო არ გვაქვს, მაგაც იმ ადამიანს, რომელსაც ამ ქვეყანაში ცვლილებები გვინდა, სამ ადამიანთან საერთო არ გვაქვს, ვინც ჩვენს გვერდით გასხანდახან და გვეტენებიან. აი ვენერო მელოა ავიღოთ, რომელიც არის ლევაკი და უშინ დაწერა სტატუსიაც უხაროდაო, რა ქვია. ეს დვალიშვილსაც დასინა, რომ ჩარლი კირკის ფოტო დადოო და ашკარად ეთყობოდა ადამიანს უხაროდაო და იმიზეზებდა, რომ ისა გრეჩი ხა მოკვდაო და მაგაზე არ გეწყინათო და ეხლა თუ მე რო გამისწორდაო ამის სიკვდილი, რომელიც აბორტზე რაღაცებს იძახისო და რაღაც სიგიჟეები, ეხლა ამაზე გლოვობთო? და ეხლა მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან ჩვენ კოცებს ერთი მესიჯი აქვს ყოველთვის, კოცები გადმოვლენ და დადებენ სკრინებს დადებს კიდევაც. თუმცა საბაბრაჭველიც იყო ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი, რომელიც არ არის ცუდი ადამიანი და რაღაცა, მაგრამ ხო, რა ქვია, 1000 ადამიანი ყდება ბავშვიო და ეხლა ამას მიაქციეთ ყურადღებაო. მხოლოდ იმის გამო რაღაც უკრაინას მიმართებაში მის ჩარლი კირკის პოზიციებს, რომელსაც არც მე არ ვეთანხმები, მხოლოდ მაგის გამო ადამიანს სიკვდილი ის არის, ანუ გაატარეს. უდიდესი ტრაგედია ხო და რავი რა მე მინდა გითხრათ რომ ვენერო მელუასთან ადამიანს თქვენღაც ყლეები ჩვეულებრივად ოპოზიციის სახელი დადიხართ ანუ ოპოზიციური განწყობილები მე თქვენ გაშავებინათ აბსოლუტურად დამსახურებულად კოცები რასაც იძახიან მე ვენერო მელუასთან დაკავშირებით და ქართულ ლევაკებთან დაკავშირებით რომელიც ოპოზიციას ეტენება ყველაფერი სიმართლე არის და ხო ანუ ჩვენც რადგან ერთად ვართ და იმას ვცდილობთ რაღაცები თვალი დაუხუჭოთ და რაღაც კოცები შევცვალოთ და მე მარჯვენა ვინა ლიბერტარიანელი ვინა შუაშისტი ვინა მემარცხენე და მე დავლაგდეთ ამ ამბობაში ვიწევს მოთმენა და ეს ადამიანები ეთქვიან ოპოზიცია ანუ ამ და ეს არის აი მე კოცი მოდის გეუბნება რომ ან ეს ვენერო მელოა გინდა თუ ის არა კალაძე გინდა და ის არის ანუ ხალხი გაურკვევლობაში რჩება ნუ კალაძე მაინც კარგი მაგალითი არის ხო მაგრამ აი ეს წყლი არის მაგრამ ეს წყლი არის ხო და ის მათ შორის ისიც იწერებოდა რომ რაღაცა აი პუტინი რომ მოკვდეს მაგასაც იგლოვებთ და აი ბიჭო რა დებილობა შედარება ადამიანის რომელიც ქმედების დონეზე არის დამნაშავე დედამოწყული დამნაშავე რომელსაც უამრავი ადამიანი მოკლა დღესაც კლავს დედამოწყნულის ერთი ამ პლანეტაზე თუ ვინმე ყოფილა ოდესმე ერთ-ერთი და აქეთ მეორე ადამიანი რომელიც უბრალოდ საუბრობს რაღაცა თავის ფიქრებს გიზიარებს და რასაც არ უნდა ლაპარაკობდეს საუბრის გამო იმის დაშვება რომ ოკეი მოსულ ამ ადამიანის მკვლელობა არის ავადმყოფობა ზოგადად საზოგადოების და იმ ხალხის ხო საშიში ხალხია ეგ საბოლოო ჯამში ეგ ხალხი ოდესმე რაღაცა ხელისუფლებას გააკარო რეპრესიები დედას მოუწყობს ნებისმიერს ვინც სხვანაირად გაიფიქრა აი მაგათ აბორტზე თუ არ ეთანხმები სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევენ მაგას შეიძლება ხო შენც აღნიშნე რომ რაღაც უკრაინასთან მიმართებაში ძალიან სუსტი და უაზრო პოზიცია ქონდა აბორტზე შეიძლება იდაო ზოგადად სადაო თემა ბევრ საკითხს შეიძლება იდაო მაგრამ ხო სადამდე დავდივართ რა შუაშია რას ამბობთ რაღაც ადამიანს თვლი სიკვდილის ღირსად იმის გამო რომ აი ამბობს ესე აი მაგალითად ნავალნი მოკვდა და ის არის ყველას გავიტყა იმის მიზეზი გამოყლევებული რუსი მეგონი იმპერიალისტი იყო ჩემთვის ნავალნი მაგრამ რადგან ესე მოკვდა ესეთ სიტუაციაში ხო რანაირად უნდა არც პუტინი იყო არც ხალხი არ მოუკლია არაფერი რაღაც თავის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი იყო თავის არც აფიქსირებდა ხო და ის არის ლიბერალური ფაშიზმი ადრე ლიბერალები მართლა რა ქვია როგორც ფემინისტი სიტყვა იყო იდეალური მართლა იყო რაც კარგი მართლა ადამიანის უფლებების გათანაბრებისთვის იბრძოდა ნელა იქცა სალანძღავსი სიტყვა ეხა არის რაღაც ლიბერალი რომელიც არის ყველაზე კარგი რაღაცა რაც ყველა საუკუნეში მოიფიქრა ადამიანებს რავალ საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ლიბერალი იყო ყველაზე კარგი რაღაცა რაც შეგვეს ყველაზე ჰუმანური გამოგონება პოლიტიკაში რაც იყო საერთოდ და დღეს ხო ლიბერალური ფაშიზმი უკვე არსებობს და ეს მემარცხენეები არის ლიბერალური ფაშისტები ახლა ვენერო მელუას ძალაუფლება რომ ისე და ამ გუგლს წავღეტინი ხო მაგრამ კოლექტიური ვენერო მელუები და ჩვენი მემარცხენეები აი ოღონდ ლაითი მემარცხენეები კი არის რომ არ ერკვევიან
აი თუმცა რაღაცაზე პრეტენზია რო აქვთ რაღაცებზე რომ აი ის არის კოცი როა TikTok-ერი კიდე სათვალებიანი ბიჭი. სულ აგინეთ ხო? როცა ხო. უცხო და ვიღაცეები ხო? ხო და თან ბიჭო არც ერთი არ ვამბობს რომ მე მარცხენა ვარ ცენტრისტი. მე მარცხენა ცენტრისტი, რომ თვითონს უტყდებათ ისინი რომ ყლეობა ეს. გინდ ეკონომიკური კომუნისტებიც არ ვართ. ეხლა ვენერომელოს რო ვთქვა რომ კომუნისტი ხარო? შეიძლება გიჩვიროს. ნუ და ეგეთი აუმტყოფი ხალხი არის აქაც, მაგრამ ასე და ეტენება ოპოზიციას, ხო, მანდ გვიგებენ კოცები ბევრ რაღაცაში, რომ ესეთი ადამიანები ჩვენ არ გვინდა და ანუ ჯერთი ურეიტინგოები არიან. მე აქეთ შემხარსაც აღიზიანებენ. და ის არის, პლუს კიდე ის არის, ხო, ანუ ეგ არის ხო, რომ სიტყვის თავისუფლება ადამიანებისთვის არ არის მისაღები რა, ანუ მაგათთვის არის, მემარცხენეებისთვის არის თავისი აზრი, არის ისე. ხო, ის არის, რო იძახიან ხოლმე, არის ჩემი აზრი და არის აზრი, რომელიც მე ყველაზე მკიდია და ეგენი არიან ეგ, რომ ან მაგათ ეთანხმები, ან შენ ფაშისტი ხარ რა. ოხ, კი ბატონო. კიდე ვერ ის რაც მინდა და ეხლა მერედება კიდე. იმდენი საერთო ნაცვლი იყოს. იქნება მაგის შესაძლებლობა. კიდე კაცო. მომავალში. შემდეგი ამბავი კიდე მას ქართულ ოცნებას დაუბრუნდეთ. ნუ ეს რაღაცა სრულ ამერიკაში. ხო, ეს ამბავი მათ შორის ჩარლი კირკის თემა როგორ გამოიყენა ქართულმა ოცნებამ და იმედმა იმ წამსვე დადეს ეგ რომ აი სადამ ჯო ვილსონი საუბრობს საქართველოში რა ცუდი მდგომარეობა, აგერ კაცი მოკლესო. მათ შორის იყო არაერთი ქართული ოცნების ხარდაჭერის მხრიდან რაღაც გაჟღერებული ეს რაც კონსპირაციის თეორიები რა ტრამპმა თვითონ მოკლა რეიტინგი რო გაზრდო და უცხო თქვა ეგ ამბავი და ნუ აქეთ რაღაცა ვითომ რაღაცა შინაარსობრივად ბევრ ამაში აცდენილები არიან მაგრამ ნუ პოლიტიკური თამაშია და იყენებენ ამ ამბავს და აქეთ სროლოსაც შეეხება ნუ არის ეგეთი კაცი ბასლანძე თუ არ ვცდები ბასლანძე ბასლანძეა ხო ნუ ეს სიტყვით ერთი ქართული ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერი რომელსაც ცხოვრება კი ბეგონია მაგრამ ის ლიფტით ადის ეგეთი პერსონაჟია რომელიც აი ესე ჩვეულებრივად რაღაცა რესტორანში შევიდა იარაღით საკუთარ რესტორანში ხო რომელიც ნუ იჯარით ქონია თურმე და რაღაც ვერ გავარდი ხო შევიდა იარაღით ჩვეულებრივად იქ ერთ-ერთ ტიპს ვისთანაც ჰქონდა პრეტენზია რაღაც იარაღს უშვერდა ადებდა რომელიც ადამიანი იჯდა ოჯახთან ერთად ცოლ-შვილთან ერთად თუ არ ვცდები სწორად მახსოვს მაგრამ ოჯახთან ერთად იყო ბავშვები იყვნენ თორე ეგ ზუსტად ვიღაც ბავშვები და ვიღაცები იყვნენ ხო იარაღს აკნევდა მაგრამ ჰაერშიც გაისროლა და ნუ რაღაცა დაკითხეს ეს ადამიანი და რა მოხდა დაიჭირეს არა რა თქმა უნდა გამოუშვეს და მეორე დღეს კალაძე ამბობდა რომ ნუ სამაგალითო ადამიანია ესო ვენაცვალე ჯიგარშია თავისი ბიზნეს პარტნიორი იყო ის მეორე და რაღაცა მოხდა ხო ნუ რაღაც ვერ გაიყოს მაგრამ ზოგადად შინაარსი ეგ არის რომ კონცეფს რომ წინაზეც კი ვთქვი რომ მცირე ნაწილმა მიცა 2012 წელს კონცეფს ხმა იმისთვის რომ რაღაცა სამართლიანობა აღდგენილიყო და ჩაგვრა დასრულებულიყო უმრავლესობა მიცა ხმა რომ პირიქით ჩაგვრელის მხარის ყოფილიყო ეს ხალხი მაგრამ ნუ ის ხალხი ვისაც გულწრფელად არ მოგწონდათ რაღაცა ნაცების დროს მომხდარი დანაშაულები და ზოგადად ესეთი ფაქტები როდესაც ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი ან ყავს ვიღაც ძმაკაცი და გადაჯმა შეგიძლია თავზე და სადაც გინდა როგორც გინდა იარაღი ატრიალო ისროლ და ფეხებს დაიკიდო ხდება დღეს ეგ იგივე უბრალოდ ხალხი შეიცვალა ადრე ნაცების მეგობრები ბლატაუდნენ ეგრე ეხლა კოცები ბლატაობენ თქვენთვის შინაარსობრივად არაფერი არ იცვლება რომელიღაც ეგეთ ადამიანთან რომ მოგიწიოთ დავა ან რაღაცა ინტერესი და კონფლიქტი მოგივიდეთ როგორც ადრე დაიჩაგრებოდით ეხლა დაიჩაგრებით ეხლაც ბევრად შეიძლება უარესადაც ხო და ეგეთი ამბავია მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელის დაიჭირეს რომელიც სანაპიროზე просто გადაყო იარაღი და ისროლა მოპირისპირო მხარეს რომელიც შენ როქნა ეგ გირაუთი გამოგიშვებენ? კი რა თქმა უნდა 500 ლარიანი გირაუთი ხო და ეს კაცი გამოუშვეს გირაუთი იმის მიუხედავად რომ იქ მეორე მხარეს მანქანები მოძრაობენ მიწაში არ უსვია ეს ისროლა და კაცმარის ის რაღაცა ბრმატყვია ვის შეიწირება აი ესე გადაჯმული აქვს ამ ხალხს მათ შორის მაგის გადაჯმის ნაწილია ის რაც ხდებოდა კალაძის ოფისთან ჯამში აქვს გადაჯმული ბოლო ჟამია იცავენ საკუთარ პრივილეგიებს რა თქმა უნდა ბოლომდე ტრაქზე პროჯზე გაიხევიან ოღონდ რაღაცნაირად აქეთ მხარეს არაფერი გამოვიდეს იმიტომ ბევრ ამას კარგავენ ამ პრივილეგიებს კარგავენ იმას რომ
ხო, ერთი ჩვეულებრივი პოლიციელი, რომელსაც ნული განათლება აქვს და სამთვიანი პოლიციის კურსი, ვინც კი ეგ ცალკე კაცდა, ვინც უბანში სირი იპოვეს, ყველას ის პოლიციის ჟილეტი ჩააცვის და აჰა, შენ პოლიციელი ხარ. ეგ ხალხი პრივილეგიით სარგებლობს რა, ვინც არ უნდა იყოს. კი, თან უკვე ერთ დღეში პატრულის და პოლიციის თანამშრომელი შევლეთ გახდნენ ერთ დღეში. ეგ ხალხი იცავს ახლა თავის ცხოვრებას. ფეხებზე კიდიათ სამართლიანობა ჯამში რა. ეგ არის. ხო, კიდე ერთი თემა. ზაქარიაშვილი პაატა. ჩვენი არის ქუთაისის მერობის კანდიდატი, რომელიც იძახდა, რომ პოლიტიკა დაამთავრა დიდი ხანია პენსიაზე გასული. ლელო გახარიას ამ საერთო რაღაცა ინიციატივით წარდგენილი კაცია. ინსაიდების დრო მოვიდა, შეგვიძლია მაგარი ამბავი მოვყვა ექსკლუზიურად. ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. წინა წელს პატა ზაქარიაშვილი აპირებდა გირჩის სიაში რა, იაგო ხუჩისასთან მიდიოდა მოლაპარაკებებით, თან დაალაგდნენ თავიდან და ვიცოდით ჩვენ რომ გირჩის სიით აპირებს გამოსვლას, მაგრამ მე რაღაცა ამ ფული მოითხოვა რაღაც ეგეთი და მოკლედ მე იაგონ გააჯვევინათ რაღაც ეგეთი, ვერ დაალაგდნენ ხო თორე. მაგრამ ის სუეთერებში და რამე რო გიგითხა, ჯერ თუ დედამოტყული კაცი არის პატა ზაქარიაშვილი და ყველაფრის კადრებელია და ჯერ კიდევ როცა მინისტრი იყო ჯერ ის არის რა ქვია, ვიღაცები იძახდნენ, კგბ-ის გახაზული აგენტია, მაგდენი არ ვიცი, ყველას კგბ-ის ჩინიკობას აბრალებენ ხოლმე. მის დაკნეული არა კი. თუ ვინც არა მაგასაც. კი. ხო და დიდი ხანი იძახდა ყველა ეთერში და ეს და ჩვენი საყვარელი დიანა ტრაპაიძე ეთერებში იჩნდებოდა, რომ მე პოლიტიკური კარიერა დავამთავრე, უკვე ჩემი ასაკი წავიდა, მე ყველაფერს მივახცევ ცხოვრებაში, ძალიან გამოცილი პოლიტიკოსი და დიპლომატი ვიყავიო და ეხა უკვე უბრალოდ კუჭკუას გარიგებთო, რომ აი ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღოთო, თორე მე არაფერი არ მინდა უკაცო. როგორც კი პირველი შემოთავაზება მიიღო მეორე იაგოს მერე, ეგრევე ჰოპ ქუთაისის მერობის კანდიდატი გახდა. რა თქმა უნდა, რაღაცა ფული მის სანაცვლოდ, რაღაც ფული მიიღო და ეგ არის მის ამ კაცის მთელი ცხოვრება არის ის, რომ რაღაცა ფული აკეთოს, რაღაც ტრაქს შეუძეს ამ კოცებს, ეხაც მაგას ცდილობდა რაღაც ეგეთ ხალხს, ანუ ვიცის რომ აქეთ ნაცებს და ეს აქეთ ამ ფლანგთან რომ მიუღებელი პერსონა არის და შანსი აღარ აქვს, ცდილობდა რომ კოცი აი უფრო მოკოცოს სასწავლთან ან ყოფილ კოცებთან ან რაღაც ეგეთი კომანდის შეტენებას ან ლილოსთან, ვისაც ფული აქვს, მოკლედ ვისაც ვინც რაღაცას გადაუხდის და ეგაა ხო. მთელი კაცის კარიერა ეგაა, რომ ეგ არის ადამიანი, რომელიც რავი, კობახიძე რო კობახიძეა, ეგ არის ძახის მაგას, პუტინი რანაირად შეიძლება იყოს ტერის ავტორი არის. ჩვენი ადამიანი შეიძლება იყოს მტერი. ხო, მაგ ეთერის დიანასთან იყო ეთერში, მაგითო დავიწყეთ ამ პაატა ზაქარიაშვილზე საუბარი ცხადია. ისე არ გაგხსენებდი. საუბრობდა იმაზე, რომ ხო რაღაცა აქეთ მხარეს ყველა ვინც ბოიკოტში არისო, ამ არჩევნების ყველა არის მავნებელიო. და ჩვენ გვიწევს კოლექტიური ნაცმოძრაობა. კი, კოლექტიური ნაცმოძრაობა, ვის ეძახის იმ კოცები კოლექტიური ნაცმოძრაობაში გახარია და ლელოსას მოიაზრებენ. ამა კიდე დაავიწრო წრე და რაღაცა აქეთ კოლექტიური ნაცმოძრაობა ორი დააფუძნა. და ხოლმე ეგ გამბავია რომ აქეთ გვეძახის მავნებლებს და ამბობს რომ ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლო, ცალკე არჩევნებიო, ცალკე ამ ბოიკოტთანო და ვიკაბუკიეს ხმას აქვია. გოგიჩაიშვილი არის. ხო, მაგან ეთერში თქვა რომ რაღაცა პარლამენტის კი არა და ხო ხელისუფლების დამხობა უფრო ნაკლებად რეალურია ვიდრე არჩევნებში მათი დამარცხებაო. ხო, ესე გასული ეს ხალხი ყველანაირად. არ ვიცი რა მიზეზია. ლევან გოგიჩაიშვილი, ხო. ხო, რაღაცა ცდილობენ ბევრჯერ ვისაუბრეთ მაგაზე რაღაცა კოცებთან დაალაგებას და ინდულგენციის რაღაცა გაუქმებაზე ყიდვას, რომ აი ბოლომდე შემოყვებით რაღაცა სისტემურ ოპოზიციონირებაზე აქვს პრეტენზია. აი როგორც რუსეთშია რა, არის LDPR-ი, არის კომუნისტური პარტია, არის კიდე რაღაც პარტიები, მაგრამ ზემოდან არის კონკრეტული რაღაცა ზღვარი, აი ამ 20-15%-ში ითამაშეთ ბიჭებო, რამდენიც გინდა, მაგრამ დანარჩენი მაგარი კაცი გაიხსენე, შენ ხარ და ბარემ მოყვები. ლევან გოგიჩაიშვილი არის, ხო, გარდა იმისა, რომ კეუბუკიძეს ხმარია, ეგრა შუაშია. არის ადამიანი, რომელიც პოლიტპატიმრის სტატუსი გამოვიდა 2012 ან 13 წელს, მაგრამ ამბავი არის ის, რომ ანუ ადამიანი ჯერ სუფრაზე დაჭრა ადამიანი რა. სუფრაზე დაჭრა ადამიანი, რაღაც შელაპარაკება მოვიდა თუ რაღაც ეგეთ მაღაზიაში ციხეში.
და ხო, გამოვიდა როგორც პოლიტპატიმარი და მე ნაცებს აჯობდა ხოლმე რომ ისევ რაღაც დამიჭერთ და ხო, ანუ ესეთი ხალხი რო არ ჩაერეცხა, რომელიც ამ კრიმინალები იყვნენ და რაღაც ყველა რო პოლიტპატიმისათვის ნაცების რო სათქონდა ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი იყო და ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იჭერს ციხეში, მაგრამ ხო, გარეწრებით გამოვიდნენ ციხე მაშინ ამნისტიების დროს, როგორც პოლიტპატიმრები და ხო, ანუ მიეკედნენ მე ჯერ ქოცებს, მე ქოცებიდან გამოაგდეს, მიეკედნენ ოპოზიციას და დღეს რაღაცა მორალურ პედესტალიდან გველაპარაკებიან და ლევან გოგიჩაშვილი ერთ-ერთი ეგეთია, რომ ხო, ვიღონთ რაღაცა ისა ვიღაცას შეუძრეს, პოლიტიკური მეძავეობა. პოლიტიკური მეძავეობა ხო, ისე ვიღაცას შეუძრეს და ის არის ხო, ანუ ეს ადამიანი წლებია, არავინ ერთი ქართული ჟურნალისტიკის პრობლემაა, რომ ამ ამბავს არ ახსენებდნენ რა, ანუ წელს პირველად გაახსენეს, წელს როცა რაღაცა ვერ გაიყვეს. და ეგაა თელი ჩვენი ქვეყნის პრობლემა რეალურად, რომ ძვაკაცობამ და ახლობლობამ დაღუპა ეს ქვეყანა რა. თბილისი არის ურთიერთობა. თბილისი არის ურთიერთობა, ხო. შემდეგი თემა რაღაცა გავსეთ რა, ანუ იდეაში აქ ვტრიალებთ ის რატომ რაღაცეთ ვაგებთ ქოცებთან. იდეოლოგიურ თვალსაზრისით რატო არის მაგათი მესიჯები ის რომ რაღაცა ევროპა გახსნილია ისე ეს რაღაცა ინგრევა deep state-ი, deep state. რაც ყველაფერი თული არ არის. ხო, deep state-ს დავიდავანებოთ. არ არის მაინც შორს რეალობისგან და აქეთ აღქმა არ გვაქვს მაგის. რასაც ვართ ისევ აქეთ ოპოზიციური სპექტრი არის ისევ ძველ დროს, როდესაც რაღაც ყველაფერი დაალაგებული იყო, პრობლემები არ არსებობდა, რაც წინ ვერ წაიწია და მათ შორის ბევრი პროპაგანდისტული მესიჯი მოდის ამ სიმართლესთან ერთად. ხო, ხედავთ ევროპაში არის პრობლემა, ამერიკაში არის პრობლემა, მათ შორის ჩარლი კიკის მკვლელობა, იმ უკრაინელი ახალგაზრდა გოგოს მკვლელობა, ზოგადად მკვლელობები, ბავშვების მკვლელობა მოხდა. რასიზმით ერთკანიანების მიმართ. აი, ბევრი პრობლემა ცხადია, ამერიკაში, ევროპაშიც არის ბევრი ვოუკიზმი. ევროპაში გაცილებით მეტი დიდი მთავარი პრობლემა, ევროპაში არის პრობლემა, მაგრამ ამ რაღაცა სიმართლებთან თითქოს რაღაცა შემოგთხადე პროპაგანდისტული მესიჯები და ერთ-ერთი მთავარი, გარდა იმისგან, რომ გაგვაპიდარასდებენ, ქართული ტრაკი უნდა დავიცვათ, არის ის, რომ მიგრანტების პრობლემა შეიქმნება საქართველოში, ან ჩვენ თუ ევროკავშირის წევრი გავხდებით, აუცილებლად მიგრანტები წაგვლეკავენ და საბოლოო ჯამში ქართველი ისედაც ცოტა ვარ და გადავშენდებით. რაც არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს იმ ნაწილში, რომ კი გერმანიას, საფრანგეთს, სხვა რიგ ქვეყნებს, მათ შორის ფინეთსაც, შვედეთსაც განზრეული აქვთ სამიგრაციო პოლიტიკის გამო, ოღონდ მათ თავი ამბავი არის ის. განზრეული აქვთ იმის გამო, რომ ბევრი ზედმეტი სოციალური ვალდებულება აიღეს ამ ხალხის მიმართ. როდესაც შენ შემოდიხარ ქვეყანაში, მე შენ თუ სახლი მოგეცი, ფული მოგეცი, გაჭამე, გასვი, ჩაგაცვი და შენ ხალხი, რავი, 100 ლარზე ცხოვრობს ისე, რომ არ მუშაობს. კიდიათ, იმიტომ ეჩვევა იმ ელემენტარულ კომფორტს. ამ ყველაფერს რო სთავაზობ მიგრანტს, რა თქმა უნდა ის არ იმუშავებს, ფეხებზე კიდია და რავი, ქუჩაში 1000 შეერთილ გამოვა და თავში წამოგარტყავს. და მაგაზე ხადია ღიზიანტები, არასწორია ეგ, როდესაც რავი, მე რაღაცა მუშაობ, გადასახადებს ვიხდი და ამ გადასახადების რაღაცა ხარჯზე ვიღაცას ვაცხოვრებ უფასოდ, რომელსაც არანაირი კონტრიბუცია არ შემოაქვს ამ ქვეყნის განვითარებაში, თუნდაც რაღაცა გადასახადების სახით ნებისმიერი პირიქით. ხო და ამ რაღაცა სასათბური პირობებს თუ არ შეუქმნი, აქ ვინ ჩამოვა, რატო ჩამოვა? ისევ წავა საფრანგეთში გაიქცევა. ხო და ეგ ამბავი, ვალდებულება არ გაქვს მაგის, იმიტომ მაგის ყველაზე კარგი მაგალითი არის პოლონეთი, რომელსაც საზღვარი დაკეტილი აქვს და უკანონო მიგრანტებს ვაფშე საზღვრის გადმოკვეთისას კლავენ. და ეგ გაფრთხილება აქვთ. ხო და არის ეგ შესაძლებელი, რომ ქვეყანაში ეგ საფრთხე რაღაცა რეალური არ არის. ასე რომ ვთქვათ, გააჩნია პოლიტიკას და იმ შეხედულებას რაც ეკნება. პლუს კიდე ისლამიზაცია ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ხო ანუ რამე თუ არ შეიცვალა, დაახლოებით 20-30 წელიწადში ბევრ ევროპულ ქვეყანაში ნახევარ მოსახლებაზე მეტი იქნება
რადიკალური ისლამის მიმდევარი და ეგ არის ერთი რეალურია რომ რა ერთი-ორი ქვეყანა შეიძლება გაქრეს და იყენ სრულიად აი ალაჰუ აკბარები, აი ტერორისტულად განწყობილი ადამიანები, რომლებიც არანაირად ის არის ბრიტანეთში იმ დღეს ადამიანი დაიჭერს პაკისტანელი 14 წლის გოგოს გაუპატიურებას აბობდა და იძახა რომ მე ზოო ფეხებზე მკიდიავანო ისა რომ მე ის არის შარიატის კანონებსაც ვცნობ და ფეხებზე მკიდია ბრიტანული კანონებია მე ჩემი კანონით ეგეთი ადამიანები არის მილიონობით ევროპაში ანუ აბსოლუტური ის არის და მაგას იყენებენ კონცეფტი სათავისოდ და აქეთ ჩვენი ოპოზიცია და პოლიტიკურად განწყობილი ოპოზიციური ხალხი ეხა იძახენ ამაზე რა დროს ეს არისო და ამაზე არც ლაპარაკობენ და ის არის რა პროპაგანდას აყოლილები ხარ და პროპაგანდის რეალობა არის რომ ევროპაში ის ბევრი ანუ ადამიანები რომელიც ტერორისტები იყვნენ ჩამოვიდნენ ევროპაში ზოგი უკვე მოქალაქეა ევროკავშირის და ჩვენ ვართ ევროკავშირის მოქალაქეები და ევროპის გამავში შორსა ვართ ადამიანები რომელიც ტერორისტები იყვნენ და ევროკავშირის მოქალაქეები არიან და ცხოვრობენ ცხოვრობენ არ მუშაობენ გააჩენენ ბავშვებს და იღებენ სოციალურებს და ვიღაცა მუშაობს ფინელი რომელმაც ან შვედი ან რაღაც ბრიტანელი რომელმაც ეს ქვეყანა შექმნა ააშენა გადასახადები იხადა თაობები გაზარდეს მის მშობლებმა და ის იგივე შემოსავალი აქვს რომელიც კვირაში 5 დღე მუშაობს გიჟივით და ვინც ვიღაც სახში ზის და ბავშვებს აჩენს უბრალოდ იგივე შემოსავალი აქვს და ხო თუ ამაზე საუბარს დაიწყებს ჩვენი NGO სექტორი რომელიც ფულების ჭამითაა მარტო განთქმული ხო ამ პრობლემებზე არ დაიწყებს ამაზე საუბარს რომ ევროკავშირის მართლა ძალიან ბევრი პლუსი რომელიც აქ ევროკავშირის იმ პლუსებზე არის მარტო იმ პლუსებზე ილაპარაკებს და არა მინუსებზე და ის თქვას რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული ეს თუდი მოხდება თუ არა ხო ანუ რა თქმა უნდა ანუ ხო მეც ვიტყვი ჩემ თავზე რომ მეც არ მინდა ესეთი ევროკავშირი თუ რაღაც სტანდარტული ევროკავშირი ჩვენ რაღაც ესეთი ბრუსელივით ვიქნებით ხო არ მინდა მე ეგეთი ევროკავშირში ყოფნა ნატოში მინდო და მარტო და ის ნატოში იქნება შემდეგი თემა ალბათ იმიტომ რომ ნატოც ახლა არსებობს თუ არა დღესდღეობით არ ვიცით. ზუსტად ამ მოვუქი ევროპის გამო. ხო, ნუ ეს სიტყვით გარიმრაც თქვა, უნდა ილაპარაკო ამ თემებზე, იმიტომ ეგ არის ის საკითხები, რითაც ხოცები გიგებენ. მათ შორის რა შეცდომაც იყო არჩევნების წინ ომზე არ საუბარი და მაგას გაჩუმება. ისევე შეცდომა არის ამ პრობლემებზე საუბარი და იმის ახსნა, რომ კი, ეგ პრობლემა იქ არის, მაგრამ არის იმის გამო, რომ იქაურ მთავრობებს აქვთ ეგეთი უაზრო დეგენერატიული შეხედულება ამ სამყაროზე. ანუ ვალდებულება მაგის, რომ შენ რაღაცა აქ შემოიყვანო ეს მიგრანტები და აჭამო ასვა და მიგრანტებთან პრობლემა არ გვაქვს ჩვენ კაცო. ჩვენ გვაქვს პრობლემა უსაქმურებთან. კი, მაგას ვამბობ. პრივილეგიები კი არა და სოციალური ვალდებულებები არ უნდა იყოს სახელმწიფო, არა მარტო მიგრანტებთან ზოგადად, ჩემი აზრით. როგორც ამერიკაში შემოხვალ, არ შეჭამ მოკვდები შიმშილით. შემოდით იმუშავე. ხო, გადაიხადე გადასახადები, იშრომე, ისხოვრე ამ ქვეყნის კანონები და კი ბატონო მოდი. ხო, ნუ პოლონეთის მაგალითი არის მათ ყველაზე კარგი. და შემდეგი არის ნატოს თემა, რაც თქვით რომ რაღაცა აქაური ოპოზიცია ვერ ეწევა რეალობებს და მაგით გვიგებენ ხოცები. ხო, ეგ ამბავი გამოჩნდა ეხლა, როდესაც 8 თუ 15 ხო, 19-მდე. ხო, ნუ 20-მდე რაღაცა შაჰიდი დრონი შაჰიდმა დრონმა გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. საღარო სივრცეში შეიჭრა, თან საკმაოდ ღრმად შეიჭრა. ეგ ვერ გაპრავდებოდა იმით, რომ აი რაღაც უკრაინაშვილის როდეს შემთხვევით მოხდა, ნუ ეგ ყველას ესმის საბედნიეროდ იქ. თუმცა ამაზე პასუხი იყო რაღაცა, ნუ მეოთხე პუნქტის ამოქმედება ნატოსი რაც გულისხმობს, რომ ამ საკითხზე დავждებით და ვიმსჯელებთ. ეგ პუნქტი ვაფშე რა თუ არის, მაგათი ბიუროკრატი პირში შევეც. ხო, ნუ ეგ პუნქტია ამოქმედეს ერთ სიტყვით და დღეს გავრცელდა განცხადება, რომ ნატო არავის არ შეუტევს, ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და ნუ სანამ ბოლომდე პუტინი არ შეყოფს და აი ეს არ წაათამაშებს, მანამდე იქნებიან ესე მშვიდად. თუმცა მათ ნუ პოლონეთის ქცევა ისევ და ისევ რაღაცნაირად შეიძლება იმეც გაძლევდეს, მათ შორის ტუსკმა დღეს ტრამპსაც მიმართა, რომ და ნუ რაღაცნაირად პირდაპირ უთხრა დროა უკვე რაღაც ეს ვარდისფერი სათვალეები მოიხსნა, ნუ სიტყვით ეს არ უთქვამს შინაარსკეობებს ზოგადად. რომ და გაიგო რომ რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელთანაც ესე მოილაპარაკებდა სიტყვით დაასრულებ ამბავს. ძალას უნდა უპასუხო ძალით. ეგ მათ შორის იყო რაღაცა ბორის ჯონსონის და აღარ მახსოვს რაღაც მშვიდობის მიღწევა ძალით. ეგ რაღაცა კონცეფცია არსებობდა. ზელენსკიც საუბრობდა მაგაზე არაერთხელ. ბორის ჯონსონი ნაყოფილიყო ნატოს ახალი გემდივანი, მაგრამ ძალიან რადიკალურიაო და მაგიტო არ აეჩეს.
და ნუ ვინც არა რადიკალური, ეხლა მაგითო აქტიურობენ მეოთხე პუნქტებს და მსჯელობენ ამ საკითხზე. ცუდი ამბავი მოხდა რეალურად, რუსეთმა კიდე ერთხელ ევროპამ ჩაიჯვა, ნატომ ჩაიჯვა. რუსეთმა კიდე ერთხელ დაამტკიცა. რაც ცუდია, ბიჭო, ყველა ზოგადად დასავლურ სამყაროსთვის და ჩვენთვისაც. და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ტრაკის ამბავია რა, რამდენად გაბედული ხარ, თორე რუსეთს დღეს რეალურად ტრაკი არ აქვს, ბევრი რამის. რავი, უკრაინაში ვხედავთ, რისი ტრაკიც აქვს რეალურად. რავი, ამდენი წელია, ან სანტიმეტრებისთვის იბრძვიან და ჩრდილო კორეიდან დაჭერდა ჯარისკაცები და ირანისგან ყიდულობენ შახი დრონებს და ნუ, კაროჩე, ხვდებით რა დღეში წერ რუსეთი. და ამ დროს, როდესაც შენ დასავლურ სამყაროს არ ყოფნის იმის ტრაკი, რომ ასე ნუ გაბედული ნაბიჯი გადადგა და მიაჩმო ეს დედამოწყვილე საბოლოოდ. არა ჩვენ მოდი ჩემი აზრით დროა ევროკავშირში მიიღონ თურქეთი, დაიმსახურეს და ბევრი ევროპულ ქვეყანას, თუნდაც რუმინეთებს და ეგეთ ქვეყანას არაფრით არ ჩამოვარდება და პლუს კი ისეთი რადიკალური ისლამიზაცია არ არის თურქეთში და ხო ერდოღანს ხო ფლატივიც არის. ორბანი ყავთ ეგ დედამოწყვილე ყლედა. არაფრით ის არის ერდოღანი რა, რით არის უფრო ცუდი. ტრაგიანი კაცი მაინც არის. ტრაგიანი კაცი და სიტყვის კაცი მაინც არის. რაზ შეთანხმებით შეასრულებს. როდესაც რუსეთის თვითმფრინავმა, არა დრონმა, თვითმფრინავმა სადაც პილოტი იჯდა, გადაკვეთა შეიჭრა თურქეთის საღარო სივრცეში, რაც 5 წუთის მერე გასაბრძანება ჩამოაგდეთო დედა მოუტყნეს იმ თვითმფრინავს თავისი პილოტიან. აი ეგ არის ტრაკი, რა უპასუხო მაგაზე რუსეთმა? არაფერი. იმიტომ პუტინს გადის იმასთან, ვინც არის ჩმორი რა, ბუნები ჩმორი. ან სუსტი. და სამწუხაროდ მაგდომარებაში ხო და ეხლა რაც დავინახეთ ჩვენ რუსეთი ესე თუ გაგრძელდა და ხო 2030-ისკენ ევროპისკენ ომს ემზადება და ხო ანუ ამერიკაც თუ ესე გაგრძელდა თუ მაგას ადამიანმა მოიგო 28-ში იტყვის ხო ანუ ამერიკაც მართალია ნატოსთან მიმართებაში რომ ამდენი 30 წელიწადი გინახავდით ეხლა მოდით თქვენ ცოტა ტრაკი გაანცეთ ანუ ჩვენ გიცერზე ხართ აქ ფულს გთხოვთ ყველაფერზე ანუ ჩვენ რას ვიღებთ თქვენგან არაფერს არ ვიღებთ 30 წელიწადია გინახავთ და ის არის პარტნიორები ვართ ხო ლამაზი სიტყვების გამო. და კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ხო მანდ ვიგებენ კოცები რომ აქ საერთოდ აღქმა არ არის და აბუდან ეხლა რაზეც მე დასაბასაუბრეთ ეგ აბუდადებული თემა ანუ მაგაზე ფიქრობენ ეს არის ექსპერტები ოპოზიციური ექსპერტები და NGO-შნიკები და ამერიკოსები და ევროპელი ის ხალხი ჩამოყვათ მილიონებს რო ხდიან message box-ის შექმნაში ესენი გეუბნებიან რომ ეგეთ თემების გახილვა არ შეიძლება იმიტომ რომ ისა ის შემოგაქო რა ქვია დაპირისპირება შემოგაქო და მაგმან დაგებო ეგეთ თემებზე რომ განიხილავო რა რაც არის სრული სიგიჟე რა ხო ნუ რეალობა ის არის რომ ჯერჯერობით ევროპა არის ჩაჯმულ მდგომარეობაში და პოლიტიკისგანაც სამწუხარო რა იმის მიუხედავად რომ პოტენციალი და რესურსი ჯამში აქვთ მაგრამ ის ბიჭო ის წესდებას რომელიც ითვალისწინებს რომ მუშ+ 5% უნდა დახარჯოს ქვეყანამ ნატოს წესდებაში არ ხარჯავდნენ და ეხლა შეთანხმდნენ ოღონდ 35 წლამდე გავზდითო ნელ-ნელა, იმიტომ ფული არ გვაქვს, მაგრამ აი ეს დედამოწყული ბოთლს ევროკავშირში ესახურავი რო არ ძურება, მაგაში დახარჯეს მილიარდობით დოლარი, ევრო. მილიარდობით რო აი ეს უბრალოდ რაღაცა თავსახურს რო ხსნის ადამიანი, მე ის იკარგება და გარემო ბინძურდება. ამ დროს ხო ისე პოლონეთის ის ჩვენ რო გვიყვარს ის კაცი, სახელგვარი არ მახსოვს სამწუხაროდ, ის ამბობდა რომ ხო აი ამ რაღაც ნზერებით რო არის სანამ არის დაკავებული ევროკავშირი, აქეთ ჩინეთია, რომელსაც ფეხებზე კიდე გარემო და ყველაფერი და ზრდის თავის პოტენციალს, როგორც ეკონომიკურს, ასევე სამხედროს, აქეთ არის რუსეთი, რომელიც ანალოგიურს აკეთებს და აქეთ ვარ ჩვენ, რომელიც რაღაცა ვითომ რაღაცა ზემოდან გვაქვს შუშის ეკოლოგიაზე ზრუნვა და ხო აქ პეპლები დაფრინავენ, სულ ის რაღაცა ცისარტყელებია და სუფთა ჰაერი და ეკოლოგია. პლუს კიდე ეკონომიკურად ჩინეთზე ხარ ძალიან დამოკიდებული ყველაფერი წარმოება შენი ჩინეთშია და სულ უფრო და უფრო იზრდება დამოკიდებულება, პლუს ხორება ზვირდება, გაასახადებს ატყავებს შეიძლება ევროკავშირის მოქალაქეებს შეიძლება ატყავებენ ადამიანები გადასახადებით. ატყავებენ შეიძლება. ვერამის 70%-ამდე არის გადასახადი ზოგ ქვეყანაში. ხო და ეგ ამბავი ევროპა უნდა გამოფხიზდეს რაღაცნაირად. ჭკუა ჩართოს ამ უკრაინის ომმა კიდე წინ წაიყვანა, თორე ბევრად უკრაინი იყვნენ, ბევრად სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ. ფეხებზე უნდა ყოსდნენ უკრაინელებს მთელი ევროპა. სხვა სამყაროში იყვნენ საერთოდ, მაგრამ ესეც კი არ არის საკმარისი, იმიტომ რომ აქეთ მხარეს მართლა ყველა რაღაცნაირად თითქოს ევროპელები წესების მიხედვით თამაშობენ და აქეთ უწესოა რა, ყველანაირად. ბრძოლა ჩინეთი აიღე, გინ რუსეთი აიღე. ხო და ეგრე იჩიდება უბრალოდ იდიოტი. ხო და როგორც თავის დროზე რაღაცა მიუნხენის შეთანხმების გამო საბოლოო ჯამში, შესაძაც ნუ რაღაცა
დაიწყო ის მეორე მსოფლიო ომი, როდესაც ევროპამ სისუსტე გამოჩინა ჰიტლერს მოდი მივცეთ, დამშვიდობა, ეგ სტრატეგია ხო ქონდა ევროპას. უკრაინას ამას შორის ჩვენთან მიმართებაში 2008 აპატიეს, 14 აპატიეს და მიიღეს 22 და ამასაც თუ გაუტარებენ მე დაიძახებს ის მაინც მოუყევი მერკელზე მაგ ამბავს. მერკელზე ხო ეგ შევინახოთ ამ გადაცემაში. რამოდენიმე გადაცემაში არა, მაგრამ რამოდენიმე გადაცემაში ამ გადაცემაში. ნუ მერკელზე გვაქვს ერთი ისტორია, მათ შორის რომელიც პოტენციურად შეიძლება უკავშირდებოდეს იმას თუ რატომ არ მოგცა მაპი თავის დროზე და მოდი რაღაცა პირობა დავთქვათ, არ ვიცი, კოცებს თუ გადავაგდებ. 4 ოქტომბრის მერე კოცებს თუ დაენძრათ, მაგ ამბავს მოყვებით და ვისი მოყოლილია, მაგასაც ვიტყვით. კი, საკმაოდ საინტერესო ამბავია. ხო და ნუ ერთ სიტყვით ეს იყო, ესეთი იყო ეს კვირა. ბევრი ცუდი მოხდა. კარგი იდეაში არაფერი არ მოხდა სამწუხაროდ ამ კვირაში. ხვალ ჩემი 13 სექტემბრის აქცია თავარი არის 4 ოქტომბრის მოსამზადებელი აქცია თორე. ხო ის ესეთი ამბები მოხდა ევროპაში რომ ამოვიზოს არავინ არ გაგვიქვეს მინიმუმ 1 წელიწადი, იმიტომ რომ არც არის. ან რომ თუნდაც გაუქმება ფიზიკურად ვერ იკრიბებიან, თავისი პრობლემები აქვს განსახილველი და არავის არ ცალია საერთოდ რომ ჩვენზე ისაუბროს ახლა სუფეხებზე კიდე ვარ და ძალიანაც კაი რა 1 წელიწადი მაინც ანუ თუ რამე არ დაჩქარდა უცებ მოკლედ ნახევარი წელიწადი მაინც მინიმუმ არავინ ამაგას ყურადღებას არ მიეცემს. ისეთი საგიჟეთი ხდება ევროპაში და ხო ახლა უკრაინა, ბელარუსი, რუსეთის წვრთნები იწყება და საერთოდ არ ვაინტერესებს. ზაპადოვცი უცნო. აბაზურა. ხო და ის არის რა, ანუ მაგ აქციის სახელი გადაარქვა და თქვენ რომ 4 ოქტომბრის მოსამზადებელი აქცია იყო ჯობია თორე. უვიზოს კარგავთ არა, ჯერ არავის არ ცალია მაგაზე ხა და ევროკავშირი მაგის გამო შეიკრიბონ, დედის ტრაქს აგინებენ ევროკავშირის მოქალაქეები. ამიტომაც არაფერი საფრთხე არ ემუქრება ჯერ ამ ამბავს რა და ოპოზიცია თუ გამოფხიზლდება და რაღაც სისულელებს არ გააკეთებს ხოლმე, კაი იქნება. ხო, ის ენერგია და ინტელექტუალური რესურსი სამწუხაროდ მცირე, რადგანაც ნუ ვისაც ჰქონდა ციხეში რა. და მინდა შემდეგ პოდკასტში აი ამ იმაზე ვისაუბროთ და კარგად გავშალოთ მე TikTok-ზე მოვჭრათ ბევრი ვიდეოები, ვისაუბროთ რატომ არის ოპოზიციაში ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობა რა. შემდეგ გადაცემაში შევიდეთ თემა. არა, მარტივი თემაა და არავინ არ ეხება და მათ შორის იმიტომ არ ეხება, ზურას აქვს თავის დროზე მოყოლილი, რომ იმიტომ არის, რომ როგორც კი ფინანსებზე იწყებს საუბარსო, დაარიგეს დიდმა ბრძენმა ხალხმა, რომ ხალხს აღარ აინტერესებს მithumetes რაიონებში და ხალხს ინტერნეტში, ტელევიზიაში, როგორც კი ფულს ეხებაო, საერთოდ აღარ გისმენენ მერეო რა. თუ ფულზე წუწუნებო რა და რაც გონია სისულელია, იმიტომ რომ რაღაცებს ალაპარაკოა ხოლმე. ნუ მოკლედ, ნუ ნახოთ როგორი იქნება შემდეგ კვირა მაგის მიხედვით. ჩავამატოთ ეგ თემა. ო, ტრადიციულად თუ ბოლომდე უყურეთ ამ პოდკასტს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და ხო, რაღაცნაირად დამოვიწყდა. ანიშნებდი. კაი. ხო, ესეთი გამოვიდა ის კვირა ერთ სიტყვით, გამოიწერეთ კიდევ ერთხელ გეტყვით ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო და უკვე შემდეგ პარასკევს შევხვდებით. მე ვაკებო შეგეთ. დროებით.